იყო და არა იყო რა. ის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ყოველ დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ყოველდღე. ადექი, გაისაჯე, იქეთ მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე. თორემ იცოდე, ჩვენ შენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან გამოუშვებდა. მობეზრდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ ჩვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტანეს და ზურგზე აჰკიდეს. ხელში ჩხირი მისცეს. ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს. ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი. აქ აღარ დაგინახოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარგითო, უთხრა ნაცარქექია. ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლის და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვინმე გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს მდინარის და ადგილის 9-თავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გალმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხრება. აინახა ნაცარქექიამ და გაზძახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემიცვი და გაღმა გამიყვანე. ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა. აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაულია და ეს ჭინჭრაქა რის პატრონი ამას რომ მიბედავსო და გამოსახა. ვინა ხარ, რასულელი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო. ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაცს გორის დრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გამოსახა დევს. აი შეკინქლავ შენა. ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შებრიყო, ნაცარყლაპი არ გაგიგონია, ჩხირით მებრძოლი. მე სწორედ ისა ვარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციე, თორემ ისეთი ღონე მაქვს დედამიწას რო ხელი მოვავლო, ზეცას შემოუტყოცნი და ნაცარ მტვერად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღე ქვა, მე აქ ავიღებ. მოუჭიროთ ორივე მხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ისოყოსო. უთხრა ნაცარქექია. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაგშნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. აიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო ჩოხის კალთაში გახვეული ჭყინტი ყველი. მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადენია. აუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო. აბა ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, გაზძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე, შენ მაქეთ, მე აქეთ და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადეს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. აძუნძულდა დევი იქიდან ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაჩახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერა ადინა. რიყის ქვებს არა მტვერი აუვიდოდა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა. გაკუნკურდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი დააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო. თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუბედა და ჰკითხა. ბატონო ნაცრიყლაპიო და ჩხირით მებრძოლო. ასეთი ღონის პატრონი როგორღაც მეტის მეტად სუბუქი მეჩვენებიო. რაო, სუბუქიო, გადაიხარხარა ნაცარქექია. შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რაგი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავით ოკით ვუჭირავ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა, ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა.
აბა აძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიკოო. ღმერთო მწყალებელო, აბა ცოტათი მოუშვითო კი რომ ამ ბრიხვსა და ალყიანს ენა დავამოკლებინოო. აძახაც ისკენ ნაცარქექია. ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჭხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა რომ მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს ისევ აქციოს, თორემ მეტი სატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჭხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი რა სიმძიმეც მქონიაო? კითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტის მეტად მძიმე ყოფილხარო, უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფუძხა და ნაცარქექიას უთხრა. თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი რომ გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავა და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო. დევი წავიდა. ხმიად სალიგვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფართხალებს ფეხებს, ხნეშის, ოხრავს, ხინავს, მაგრამ კეცს ზრას ვერ უშვრება. დაიღარა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გააკვირვებულმა კითხა, რა დაგმართნიაო? რა უნდა დამართნოდა, შეუტია ნაცარქექია. ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკეთ ვარ, მოდი ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექია წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამისას დევმა ცხვირი დააცემია და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩამოიჭიდა და მხარკალი დაიწყო. ანდრას აკეთებო, კითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს სკეპლა უნდა გამოვიყო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო. ღმერთო, ეს ვინა ყოფილა, გაუცდა დევი. ამოდენა თავხე მეცლის ბოძებზე ავიტანე და ეს კი სკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აკაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადაურჩევიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა. წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა. ძმებო, მუხთახორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ. სულ იმას მაყვედრებდით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი ახლა ჩემს წილად ეს სახლკარი და ქონება ცხოვრება შემომაქვს. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითვია. ოღონდ ლუკმაკურს ნუღარ დამაყვედრებთ და ნუც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს. თვითონ კი აიღო ჭხირი, მიუჯდა კერას და იცევ ნაცრის ქექვა დაიწყო.